ავეჯის კომპონენტების კომპანია LTP-ში 35%-იანი ფასდაკლება LTP პალიტრის სამღებრო მომსახურებაზე დაიწყო. კომპანია ნებისმიერ დაინტერესებულს იტალიური მანქანა დანადგარების, იტალიური ტექნოლოგიების და იტალიური საღებავების გამოყენებით მომსახურებას გაუგზავს. სააქციო პირობებით სარგებლობა და შეკვეთის გაფორმება LTP-ის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი. სააქციო შეთავაზება კი მოქმედებს შეღებილი მზა ფასადების, ეგრეთ წოდებული კარნიზი დამზადებისა და ოთახშორისი კარების ღებვის მომსახურებაზე. ავეჯის კომპონენტების კომპანია LTP-ში 35%-იანი ფასდაკლება LTP პალიტრის სამღებრო მომსახურებებზე დაიწყო. სააქციო შეთავაზება მოქმედებს შეღებილი მზა ფასადების, ლავგარდანის, ეგრეთ წოდებული კარნიზის დამზადებასა და ოთახშორისი კარების შეღებვის მომსახურებებზე. გაზაფხულია სიახლეების და ცვლილებების დროა. სწორედ ამიტომ კომპანია LTP გთავაზობთ 35%-იანი ფასდაკლებას LTP პალიტრის სამღებრო მომსახურებაზე. 35%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ შეღებილ მზა ფასადებზე, 35%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ კარნიზებსა და პილასტრებზე, 25%-იანი ფასდაკლება გვაქვს ოთახშორის კარების ღებვაზე. ჩვენთან შოურუმში წარმოდგენილია სხვადასხვა დიზაინის, ფორმის, ფერის ფასადები და მომხმარებელი მოდის ადგილზე და შეუძლია შეარჩიოს თავისი გემოვნების შესაბამისად. კომპანია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იტალიური მანქანა დანადგარების, იტალიური ტექნოლოგიებისა და იტალიური საღებავების გამოყენებით მომსახურებას გაუწევს. სააქციო პირობებით სარგებლობა და შეკვეთის გაფორმება LTP-ის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი. LTP-ში შეღებილი მზა ფასადების გამოყენებით შესაძლებელია უკვე არსებული კარკასის გამოყენებით მომხმარებლებმა ავეჯს ხელახალი სიცოცხლე მიანიჭონ. მაგალითად, თუ ახალ სამზარეულოზე ფიქრობთ და ამავდროულად გსურთ ეკონომიური გადაწყვეტილების მიღება, შეგიძლიათ მხოლოდ ფასები განაახლოთ და უკვე არსებულ კარკასზე დაამონტაჟოთ. სად უნდა გადაგვეწყვით, ასე რომ ვთქვათ, აგვეწყო ეს სამზარეულო რეკომენდაცია გაუწიეს LTP-ს. გითხრეს, რომ LTP-ზე მაღალ ხარისხს, ასე რომ ვთქვათ, ავერდებს ვერც ერთი კომპანია ამ სფეროში და პრინციპში უკვე დავწმუნდით LTP-ის ხარისხში, იმიტომ რომ ნამდვილად მაღალი ხარისხით იქნა შეღებილი ჩვენი სამზარეულო ისევე როგორც დანარჩენი ავეჯი. რაც შეეხება ჭაღს, ჭაღიც შევღებეთ LTP-ში, უბრალოდ ჭაღის ავტორი, დიზაინერი გახლავთ ჩემი მეუღლე ელთარ ქირია. ინსპირაცია მოდის კინოფილმიდან ალისა საოცრებათა ქვეყანაში და აი ამ ფილმის, ასე რომ ვთქვათ, შთაგონებით კომპანია DEME უკვე 7 წელია LTP პალიტრასთან თანამშრომლობს. პარტნიორ კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მათთვის ხარისხი მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ იმატა მოთხოვნა შეღებილ ფასადებსთან. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ უმეტესობა იყენებს ინტერიერის დიზაინის მომსახურებას და ისინი სთავაზობენ ფერების იმდენად ფართო არჩევანს, ფართო გამას, უხამებენ კედელთან, უხამებენ სხვადასხვა დიზაინთან, რაც არის უკვე ოჯახში შექმნილი. ბუნებრივია, მასალა არ არსებობს ყველაფერი, აქედან გამომდინარე შეღებილი გვაძლევს იმ უპირატესობას, რომ ნებისმიერი ფერი შეგვიძლია მივიღოთ ჩვენ უკვე შერევის, სხვადასხვა ფერების შერევის ხარჯზე. უპირატესობა არის ის, რომ ვიღებთ უმაღლესი ხარისხის ნამუშევარს მათგან, რაც რა თქმა უნდა საკმაოდ მნიშვნელოვანია შემდგომ უკვე ჩვენს მიერ ჩაბარება ამისი ჩვენს მომხმარებლებთან. შეკვეთა, რომელიც LTP პალიტრაში მუშავდება შეფუთვამდე ხარისხის კონტროლს გადის, რაც გულისხმობს მის დეტალურ დათვალიერებას ვიზუალური წონის გამოვლენის მიზნით. არაპირდაპირი დანათების პირობებში ნახევარი მეტრის დაშორებით დათვალიერებისას, თუ მასალაზე არ იქნა აღმოჩენილი წონის სამღებრო სამუშაოები ჩაითვლება დასრულებულად და ამის დასტურის ნიშნად მასალაზე სამღებრო სამუშაოების ჩატარების ავთენტურობის ამადასტურებელი სტიკერი დაიტანება. მრგვალი ფორმის სტიკერზე დატანილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამღებრო სამუშაოები ნამდვილად განხორციელდა იტალიურ მანქანა დანადგარებზე, იტალიური საღებავებით და იტალიური ტექნოლოგიების გათვალისწინებით. სტიკერი მასალიდან აზრობისთანავე ტოვებს ავთენტურ კვალს. LTP მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ბრენდის პროდუქციას 2004 წლიდან სთავაზობს. ყოველწლიურად აუმჯობესებს საწარმო და სამღებრო მომსახურებებს და საქართველოში ავეჯის ინდუსტრიის განვითარებას უზრუნველყოფს. გიორგი ბლაშვილი LTP პალიტრის მენეჯერი შემოგვიყვება საქმიან დილა სტუდიაში. მოგესალმებით, მადლობა იმის რომ ხარ ჩვენთან. გიორგი, დილამშვიდობისა, საინტერესოა ამ ამპლუაშიც. ნახვა და წარმატებებს გისურვებ. აი, დიდი მადლობა. დავიწყოთ იმ ახასიათებლებს აღწერთ კიდევ უფრო დეტალურად, ვიდრე სიუჟეტში გავუზიარეთ ჩვენს მაყურებელს, რას წარმოადგენს ეს საღებავები, რითია გამორჩეული, რა განასხვავებს და რატო არის ასეთი განსაკუთრებული? კი ბატონო. რაც ყველაზე მთავარი არის, LTP პალიტრა არის მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელშიც დანადგარები არის იტალიური წარმოების და ასე მოთქვათ, მათი დეტალური და სწორად გათვლილი დეტალიზაციის მეშვეობით ჩვენი დამკვეთები იღებენ საუკეთესო შედეგს. ანუ მათი, ასე ვთქვათ,
მოთხოვნით შექმნილი ზედაპირი იქნება ისეთი დაფარული, ისეთი ფერით და ისეთი ხარისხის, რომ მათი სიამოვნება, ასე ვთქვათ, ყოველგვარ საზღვარს გაცდება. ყოველთვის კმაყოფილები იქნებიან ჩვენი, ასე ვთქვათ, შესრულებული საქმიანობით. ჩვენი საქმიანობა მოიცავს დამუშავებას და ღებვას უშუალოდ, რაც რამოდენიმე ეტაპზე არის გადანაწილებული. მთავარია ჩვენმა ნებისმიერმა დამკვეთმა იცოდეს, რომ საღებავები, რომელთაც ჩვენ და ზოგადად ნებისმიერი პროდუქცია, მასალა, რომელთაც ჩვენ ვღებავთ დეტალებს, არის იტალიური წარმოების, რომელიც აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნებს და სტანდარტებს, რაც არის ევროპული ბაზრისთვის, ასე ვთქვათ, დადგენილი. ჩვენ ვღებავთ როგორც MDF-ის, ასე ვთქვათ, დეტალებს, ასევე ხეს და შუშასაც, რაც, რა თქმა უნდა, ეს უკვე დამოკიდებული არის თვითონ დამკვეთზე, რა ტიპის მასალის დამუშავება სურს მას. ანუ რეალურად სახში არსებული ავრის გადაღების შემთხვევაში ეს საწარმო თავად ამუშავებს ზედაპირს, ისე რომ მე შეღება მოხდეს ამ საღებავად. კი ბატონო, არის ანალოგიური სერვისი გვაქვს, როგორც არის მაგალითად რესტავრაცია, რასაც ქვია, რომ აი ძველი ავეჯი მოუტარიოთ ჩვენთან, ხდება დამუშავება უკვე ხელით, რა თქმა უნდა რაღაცა ეტაპს, დამუშავების ეტაპს გადის მანქანა დანადგარში. უბრალოდ ძირითადი აი ჩუქურთმების დამუშავება, ჭრილების დამუშავება. ეს უკვე ხელით არის უკვე ხდება აბსოლუტურად ხელით, კი, მასთან დანადგარი შეფხილობაში არ არის და რადგან ხელით დამუშავების მომენტში ჩვენი ასე ვთქვათ ძალიან მაღალი გამოცდილების მქონე სპეციალისტები გრძნობენ იმ თითოეულ ხაოსს, თითოეულ ასე ვთქვათ ნაკაწრს, რომელიც არის დასამუშავებელი და შემდეგ უკვე მაიზოლირებელი ხსნარის დატანა ხდება, რომ ასე ვთქვათ საღებავის შეწოვადობა აღარ ქონდეს და ზედაპირი იყოს ერთფეროვანი, შემდეგ ისევ მუშავდება, შემდეგ ესმე უკვე გრუნტი, რომ ის ფენები შეივსოს, ისიც მუშავდება ასევე ხელით და მეორე უკვე დანადგარში საღებავი ერთფერო უნდა ესხმება ზედაპირს. რა მასშტაბის სამუშაო არის შესაძლებელი საწარმოში, იმიტომ რომ თავარი კითხვა ალბათ, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს უჩნდება, თუ კი გამოცდილება პირადი ქონია, ან მეგობრის, მეზობლის, ახლობლის გაუგია, რომ დროში ხშირად გაწელილი პროცესები, მიუხედავად თავდაპირველი პირობისა, ქმნის ძალიან ბევრ პრობლემას. რამდენ შეკვეთა შეუძლია გაწვდეს, რა დრო ჭირდება ერთი შეკვეთის მომსახურებას და რა წრე არის რა. კი ბატონო. ნუ არა მარტო საქართველოში, ხა ზოგადად ყველას გონია რომ მხოლოდ საქართველოშია რომ დამკვეთს ყველაფერი უნდა. საქართველოს არ მიხსენებიან, ყველაფერი მომსახურება ვახსენებ. კი ბატონო. ყველას უნდა გუში. რომ მოგიტანენ დეტალს, როდის უნდა გავამზადოთ გუში. მაგრამ ამას აქვს თავის პროცესები, როგორც აღწერ. მაქსიმალური ასე ვთქვათ, ამ ეტაპისთვის მაქსიმალური მოცულობა, რომელიც შეგვიძლია რომ დავამუშაოთ თვის განმავლობაში არის 1000 კვადრატული. რაც რა თქმა უნდა საკმაოდ შრომატევადი არის, იმიტომ რომ დეტალის შეღებვიდან მისი გაშრობისთვის 6-8 საათი არის საჭირო. როდესაც ხდება ეს რამოდენიმე ეტაპის დაფერვა, საიზოლაციო ხსნარი, დაგრუნტვა, შეღება, ამ ყველაფერს ჭირდება თავისი პერიოდულობა. თუ ის არ გაშრება ნორმალურად, ხომ? ანუ საღებავი ან ზედაპირი თუ არ გაშრა ნორმალურად, მისი შემდგომი დროში, ასე ვთქვათ, მოხდება დაზიანება. რაც, ნუ, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები. ჩვენი, ასე ვთქვათ, უპირატესობა არის ის ზუსტად, რომ გვაქვს სამღებრო კამერა და საშუალო კამერა, რომელიც, კი ბატონო, რომელიც არის ასევე მაღალტექნოლოგიური განადგარით და შესაბამისად უზრუნველყოფს იმას, რომ მქონდეს მუდმივი ტემპერატურა საშუალო კამერაში და ისეთ გამწვევები, რომლებიც ტვირისგან იცავენ ჩვენს სამღებრო კამერას, აქედან გამომდინარე მაქსიმალური ჩვენი შესაძლებლობებით ვახდენთ იმას, რომ რა შეიძლება მოკლე ვადებში. ეს არის, მოდი ესე ვთქვათ, უხეშად რომ გითხრათ, 3 კვირიდან 1 თვის ვადაში გჭირდება. კი ბატონო, აუცილებლად ჩაბარდება. იმიტომ რომ გაშრობა რაღაცა გვაქვს, რაც მახსოვს, გივი და რაც წავიკითხე, დაახლოებით ალბათ 7-8 საათიანი პროცედურა თითო ეტაპი, ხო? ანუ დაგრუნტვიდან მერე უკვე. კი ბატონო. 6-8 საათი ესე ვთქვათ. და შემდეგ არის უკვე ლაქით დაფარვა საღებავის, რომელიც გააჩნია რა ტიპის ლაქს მოიწოს დამკვეთი, მაქსიმალური არის 72 საათი მისი შრობისთვის. ანუ ლაქის შემთხვევაში უკვე ჭირდება 72 საათი. აქედან გამომდინარე, მე ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ჩვენი დამკვეთების რო ყველაფერი უნდათ რა შეიძლება სწრაფად, მაგრამ ეს პროცესი შეთანხმებულ დროშია თავარი თორე. შეთანხმება არ არის გადამწყვეტი. კითხვა ზუსტად ამაში მდგომარეობდა, რომ შეთანხმება 3-5 კვირა, ხო? ანუ 3-4 კვირა. კი ბატონო.
რამდენი ადამიანი ყავთ დასაქმებული და ემსახურებთ ხოლმე თბილისს თუ საქართველოს მასშტაბს? არა, ჩვენ ვმსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ დამკვეთ შეუძლია მოიტანოს ჩვენთან ასე ვთქვათ ავეჯი და მოვიმსახურებით. დასაქმებული ამ წუთას პალიტრაში არის 14 ადამიანი და აქედან გამომდინარე ჩვენი ასე ვთქვათ საქმიანობაც მიდის ზუსტად ისე როგორც საჭიროა. საქართველოს ან თბილისში გვაქვს ჩვენ LTB-ს როგორც იცით აქვს 3 ფილიალი და 1 ფილიალი არის ქუთაისში. სამომავლოდ რა თქმა უნდა ჩვენც გეგმავთ და დამუშავება ნებისმიერ შემთხვევაში თბილისში ხდება, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ხდება თბილისში, ბატონო ავჭალის. სავალო გეგმებზეც მინდა გითხოთ, როგორც ვიცით, აგეგმული გაქვთ სიახლეები ამ მიმართულებით, რას უკავშირდება? ეს უკავშირდება სამხედრო ლაბორატორიას. ჩვენ ახლა იტალიური კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, უნდა ჩამოვიტანოთ სამხედრო ლაბორატორია, რომლის დახმარებით, ასე ვთქვათ, ჩვენი საღებავები და ფერები იქნება კიდევ უფრო მრავალფეროვანი. ამ მომენტისთვის ჩვენ ვქნით საოცარ პალიტრას ფერების, თუმცა ეს დანადგარი ჩვენ მოგვეხმარება, რომ ზუსტად დავსვათ ის ფერი, რაც ექნება დამკვეთს მოთხოვნა. მაღალ ტექნოლოგიას ექნება ციფრული ტექნოლოგია, რომელიც გვაძლევს მოგცემს იმის საშუალებას, ამავდროულად რომ ნებისმიერი ფერი, რაც კი არსებობს სამყაროში, ნებისმიერი ფერი შევქმნათ მათი სურვილის მიხედვით. წელს ფიქრობთ რომ გამართული? კი, აუცილებლად წელს მივიღებთ ამ შედეგს. წარმატებას გივისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მომბრძანებისთვის გივი კუბლაშვილს, იგი LTB პალიტრის მენეჯერი გახლავთ და წარმატებებს უსურვებთ LTB-ს.